დეპრესიაში რა დადებითი მხარე ჰქონდეს. რომ შენ ასე ვთქვათ, დეპრესიის შემდეგ იცვლები. ძველი მიდის და ახალი ბადება. ყველაფერი ტანჯვა ჭირდება. ტანჯვას აქვს დადებითი, ასე ვთქვათ, დანიშნულება. იმიტომ რომ ეს ორ მითში აისახა. ერთი არის სიზიფეს მითი, უაზრო შრომა, უაზრო ტანჯვა. საზრის მოკლებული აწევ ქვას და დაგორდება. ერთი და იგივე. მეორე არის ჯვარცმა, რომელსაც მოყვება, ამაღლება, აღდგომა. ეს ყოველდღე შეიძლება მოხდეს. ეს საკრალური ამბავი მითი ამ გაგებით, რომ ამბავია ეს, რომ ყველა ჯმარცმული მერე აღდგება, ამაღლდება, აღდგება. ეს სხვა არის, რომ მაშინ ტანჯვას აქვს დანიშნულება. წინ მიდიხარ ამით. ტანჯვა ბავშვისთვის ანბანის სწავლა. მერე კითხულობს. ტანჯვა როიალზე დაკვრა თავიდან. მანქანის დარება, ტანჯვა აბა. ერთი ფეხით ერთი უნდა გააკეთო, მეორე. მერე რომ ისწავლი, ტანჯვა რომელიც შენ გამაღლებს, წინ სრულყოფს. და ეს დადებითია, ეს არის უარის თქმა ძველზე და ახლის შეძენა, ანუ მშობიარობა გჭირდება.